მოგესალმებით, ჩემო საყვარელო საჩხერლებო. დღეს ჩვენ ღირსეულ კანდიდატს ვირჩევთ, პრეზიდენტობის კანდიდატს. ჩვენ საქართველოს ეყოლება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი. როდესაც ბიუჯეტის გადანაწილება მოხდა, ძირითადი თანხები მაინც გადავანაწილეთ ჩვენ სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვაზე. თითქმის არ გაგვიზრდია განათლების სამინისტროს ბიუჯეტი. აი, როგორი მენეჯერია გიორგი მარგველაშვილი, რომ იცოდეთ, როგორი კაცი მოდის, როგორი მეურნე კაცი მოდის, როგორი მენეჯერი მოდის. მან შეუძლებელი გააკეთა. მან მოახერხა, გაეზარდა ორჯერ ის გრანტები, რითაც უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ ისწავლიან ჩვენი შვილები. ზუსტად რომ მან მოახერხა უფასო სახელმძღვანელოების ორგანიზება. ზუსტად მისი იდეა იყო, მისი გაკეთებული იყო, მისი ორგანიზებული იყო და როდესაც უკვე დასრულებული ქონდა, მხოლოდ მაშინ გამაცნო. მე და რა თქმა უნდა ძალიან გამეხარდა და საოცარი პრეზიდენტი გოყოლება. იქნება თქვენი პრეზიდენტი. ეს არის ევროპული ტიპის ადამიანი. ეს არ არის ის, რომელსაც აქვს პრეტენზიები, რომ გამუდმებით სახელმწიფო უნდა მართოს და პოსტი არ დატოვოს, სანამ იქნება ეფექტური, მანამ მოგემსახურებათ. მოდის თქვენ სამსახურში მოდის ზუსტად და ამისთვის აქვს მას ყველაფერი გაკეთებული, ყველანაირი ცოდნა და ყველანაირი ნიჭი გააჩნია. კარგი გამოცდილება მენეჯმენტში, უნივერსიტეტი დაარსა და ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის რექტორი იყო, პროფესორი, ფილოსოფოსი. როდესაც ჯგუფში საჭიროებო საკითხები ჰქონდა გადასაწყვეტი, რა თქმა უნდა, გიორგის გარეშე არასდროს ესეთ შეხვედრას არ ვატარებდი და გიორგი აბსოლუტურად იყო გამორჩეული ყველასგან. მას შეუძლია დასახოს და იპოვნოს ახალი გზები. აი ესეთი პრეზიდენტი გეყოლება თქვენ და რაც მთავარი, ეს არის ძალიან თავდაბალი, ძალიან მეგობრული. გარწმუნებთ, რომ საქართველოს ეყოლება აი ევროპისთვის შესაშური პრეზიდენტი. აი ესეთი კაცი გეყოლება თქვენ პრეზიდენტად. არ გაიზაროთ, მობრძანდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ ღირსეულ კანდიდატს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხალხს ძალიან ღირსეული პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. დღეს ჩვენ ვდგევართ სრულიად ახალი არჩევნის წინაშე. ეს არჩევანი უკავშირდება იმას, როგორ სწორად გავაგზავნოთ ცხოვრება, როგორ ის გეზი, რომელმაც საქართველოს გზა უსკრულიდან წარმატებისკენ შეცვალა, აი ეს გეზი განვამტკიცოთ და გავიტანოთ ბოლომდე. იმისთვის, რომ აღარასდროს აღარ მოინდომოს ვინმე, რომ ქართველი გადააკეთოს, ზნე შეუცვალოს, უთხრას, რომ შენ არ უნდა იცხოვრო შენი ცხოვრების წესით, მოაშოროს მიწას, ოჯახები დაყოს, რომ ერთი იქეთ წავიდეს სამუშაოდ, მეორე იქეთ და ბავშვები იზრდებოდნენ ბებიებთან და ბაბუებთან. იმისთვის, რომ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე გამოვლინდეს კიდევ ერთხელ და გამოფწყინდეს, წელში გაიმართოს და გავაღდეს. აი სწორედ ამისთვის ძალიან მინდა ბევრ ჩემ ახლობელს, რომელსაც აქ ხედავთ, ჩემ მეგობრებს. მენდოთ მე ისე, როგორც მენდომე ბიძინა და როგორც მენდომე კოალიცია. 27-ში ჩვენ უნდა ისე მოვიგოთ, რომ აღარასდროს ამ ქვეყანაში სიტყვა კოჰაბიტაცია აღარასდროს აღარ იყოს. და ჩვენ ნამდვილად მოვიგებთ და მოვიგებთ ძალიან ძლიერად, იმიტომ რომ მე ვხედავ ამ ძალას, რომელიც თქვენ გააქვთ. 27-ში მოვიდეთ, შემოვხაზოთ 41 და მოვიგოთ და გავიტანოთ ბოლომდე. ძალიან მიფარხავთ.